გასული კვირის შუაში ისინი დაუკავშირდნენ ილიას ორი კითხვით. რა უფრო გაინტერესებთ? ილია თოფურია ისლამ ახაჩევის წინააღმდეგ თუ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ? რა გაინტერესებთ უფრო მეტად? სხვათა შორის ეს არის 170-ში, ხოლო ეს არის 155-ში. აბა გამოიცანით რა თქვა ილია თოფურიამ ჩემი საინფორმაციო წყაროების მიხედვით. მომეცით ისლამ. მე ვაპირებ ავიდე 170-ში. კარგი, ეს საინტერესო ინფორმაციაა. დიდი მადლობა. სულ ეს იყო. მე ვნახე რეპორტაჟები ილიაზე და ისლამზე, მაგრამ ჩემი წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით ეს ბრძოლა არასდროს ყოფილა გადაწყვეტილი. მაქსიმუმი რაც იყო მიღწეული, იყო ილიას ნათქვამი. მე თანახმა ვარ. ხოლო მათ უთხრეს, კარგი, დაგიბრუნდებით. არასკევის მდგომარეობით არანაირი ბრძოლა ილია თოფურიას მონაწილეობით ამ თეთრი სახლის ქარზე არ იყო, საერთოდ არანაირი. თქვენ ეს მოისმინეთ თავად ჯასტინ გეიჯისგან. ეს დაიწყო მხოლოდ გვიან პარასკევს ღამით და გაგრძელდა შაბათ დილამდე. აი მაშინ ჩაუღრმავდნენ ისინი ამ საკითხს და მათ გაიგეს კვირის ბოლოს, რომ ისლამი არ იქნებოდა ხელმისაწვდომი. გუშინ დანავაითმა გააჟღირა, რომ მას აქვს ხელის ტრამვა. შეიძლება გახსოვთ, გასულ კვირას მისი მენეჯერი ალი აბდილაზიზი ამბობდა, რომ ჩვენ ვამზადებთ რაღაც გრანდიოზულს. მე მჯერა, რომ ის ზუსტად ამას გულისხმობდა. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ვერ იჭუბებს 14 ივნისს. ასე რომ როცა ნათელი გახდა, რომ ის ვერ იჭუბებდა 14 ივნისს, მათ ყურადღება გადაიტანეს ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრძოლის ქარtზე. ილიას უნდოდა ისლამი, ილიას უნდოდა ასვლა. სიმართლე რომ ითქვას, ილია თოფურია შექმნილია ზუსტად ამგვარი ცხოვრებისთვის. მას უნდოდა რაც შეიძლება ყველაზე დიდი და ძნელი გამოწვევა. მას უნდოდა ასვლა 170-ში, რათა დაპირისპირებოდა ისლამ ახაჩევს. და ეს იქნებოდა მთავარი ბრძოლა თეთრი სახლის ქარtze. მაგრამ როდესაც დრო მოვიდა, მათ თქვეს, კარგი, ეს არის რაც არ გვაქვს. ეს არის რაც გვაქვს. ისლამი აღარ იყო ხელმისაწვდომი, ასე რომ მათ არც კი უწარმოებიათ მოლაპარაკება ისლამზე. ამიტომ მოსაზრება რომ ეს იყო და მერე ჩაიშალა, არ არის ზუსტი. შემდეგ საქმე მიდგა ვარიანტზე ილია ჯასტინის წინააღმდეგ. და მერე მათ მიაღწიეს შეთანხმებას შაბათს, შუადღისას. ასე რომ როგორც დანავაითმა გააკეთა განცხადება გასულ კვირას და ამბობდა ბრძოლის ქარდი მზად არისო, ის არ იყო მზად. ძალიან შორს იყო მზადყოფნისგან. ჯასტინ გეიჯი UFC-ს პოდკასტში თქვა. მე წარმოდგენა არ მქონდა შაბათამდე, რომ ამ ქარtze ვიყავიო და ის 100%-ით სიმართლის ამბობს. ილია და ისლამი იყო მთავარი არჩევანი, როგორც კი მიხვდნენ, რომ არ იყო ჯონ ჯონსი. და ეს იყო ის, რაც ილიას უნდოდა და მე ვარაუდობ, რომ ისლამსაც ასევე უნდოდა. ის უბრალოდ ვერ ჩხუბობს. მე არ მგონია, რომ მან თავი აარიდა, ან რაიმე მსგავსი სისულელე. უბრალოდ ვერ ჩხუბობს. ხელს არ უწყობს ჯანმრთელობა. მაშინ ისინი მიუბრუნდნენ ჯასტინს და მერე იყო დებატები იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო მთავარი მოვლენა. ძიმე წონის ჩხუბი თუ ილიას ჩხუბი. და ჩემი აზრით, მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. ილიას ჩხუბი უნდა იყოს მთავარი მოვლენა. აუცილებლად უნდა იყოს მთავარი მოვლენა. ილია თოფურია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ამ სპორტში და ეს არის უდაო სატიტულო ბრძოლა, განსხვავებით დროებითი სატიტულო ბრძოლისგან.